საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლიდან კი ვიზა ლიბერალიზაცია ამოქმედდა, რამაც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მისცა. შენგენის ზონის ტერიტორიაზე 30 ქვეყანაში. მიზანი ეკონომიკურთან ერთად მენტალური და კულტურული ინტეგრაცია. უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის ყველაზე დასანანი ამ ინტეგრაციის შეწყვეტა იქნება. ცალკეა წმინდა ფინანსური, ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც, როგორც გიორგი ქობულია ამბობს, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შეეწირება. ძალიან დაიჩაგრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები და ვინც მუშაობენ იქ და ისინი ვინც აპირებს იქ წასვლას. ეს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, იქ ადგილიდანაც მობრუნება მოუწევს ბევრს, $9 მილიარდზე მეტი შემოდის ევროკავშირისგან ჩვენი მოქალაქეებისგან გადმორიცხვების სახით და არ ტყავს სავალუტო გადმორიცხვებს, რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირმა შეუჩეროს უვიზო რეჟიმი ქვეყანას. ეს აღიქმება ინვესტორების მიერ დასავლეთში, რომლებსაც არ აქვს იმის დრო და უნარი, რომ ჩაუღრმავდნენ აქ სიტუაციას თუ რეალურად რა ხდება, რატომ მოხდა ეს შემდეგ. ისინი აღიქვამენ ამას ისე რომ ეს არის რაღაცა, ეს არის საქართველოს არის ქვეყანა, რომელშიც რაღაცა ცუდს აკეთებს. ინვესტიციების კლება, ფულადი გზავნილების შემცირება, მაღალშემოსავლიანი სამსახურების, განათლების, კურნალობის შესაძლებლობის შეზღუდვა. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც თითოეული ჩვენგანი დავკარგავთ, თუ ევროპაში უვიზოდ წასვლას ვეღარ შევძლებთ. ანუ ევროპიდან ქვეყანაში დოვლეთის შემოტანის შესაძლებლობა გვეზღუდება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დათვლით საუბარია 500 მილიონ ევრომდე თანხაზე. მხოლოდ შარშან ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს 400,000-მდე მოქალაქე შევიდა. დამატებითი ბენეფიტები მოაქვს ევროკავშირთან ვაჭრობასაც. მოგვიწევს ამ ყველაფერს შევილიოთ, თუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდება. 500 მილიონიანი ბაზარი ცალკე აღებული, რომელიც არის ძალიან მაღალი მოთხოვნადი და ჩვენ დავაკმაყოფილოთ რაღაც გარკვეული მოთხოვნები, გვინდა არ გვინდა ვისწავლეთ, ქართველი მეწარმეები და ეს სოფლის მეურნეობა ექნება რაღაც დოლაცის სხვა დოლაცის შემქმნელი იქნება და მათ ისწავლეს და ამ სტანდარტების მიხედვით დაიწყეს წარმოება და ისინი უკვე თამამად ევროპულ დახლებზე თავის პროდუქციას დებენ, სადაც უფრო კონკურენტული მაღალი ფასებია. იგივე შრომის ანაზღაურებაც 4ჯერ და 5ჯერ მეტია საათობრივი ანაზღაურება. ანუ ეს არის რაც შეეხება გასვლას. მაგრამ რაც შეეხება შემოსვლას, იქიდან ხომ ეს განათლებული ადამიანები, ეს დახმარება, მიღებული ჯანდაცვა, ნანახი, რაღაცა გაუმჯობესება და ის ინოვაციები, რომელიც იქ დაიგეგმა და დაინერგა, აქ შემოდის. ეს ყველაფერი ავსებს ამ ეკონომიკურ ციკლს. უარყოფითი მოლოდინები და პესიმისტური განწყობა მომხმარებელთა ქცევას ცვლის და ბიზნესის აქტივობასაც ანელებს. საქმიან წრეში დარწმუნებულნი არიან, ბიზნეს ვიზების აღება ტექნიკურადაც გაურთულდება, რადგან საელჩოებს ახალ რეალობაზე გადასაწყობად დრო დასჭირდებათ. კიდევ უფრო შეეზღუდება ვიზებზე წვდომა მოქალაქეების დიდ ნაწილს, რაც ჯამში შიდა სამომხმარებლო ბაზარს დაასუსტებს, რადგან მოქალაქეთა მწყებელუნარიანობა შემცირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ტურიზმსა და მის მომიჯნავე სფეროებზე, რომლებსაც მთელ ეკონომიკაზე დომინოს პრინციპით დამანგრეველი ეფექტი ექნება. ავიაკომპანიები, ტურისტული კომპანიები, რომელიც მუშაობენ ტურისტების გაყვანაზე ქვეყნიდან და ისინი მხოლოდ შემოყვანაზე ვერ იმუშაობენ, ცხადია, თუ მათ გაყვანა დააკვდებათ, ანუ გამსვლელი ტურისტი თუ დააკვდებათ, ბუნებრივია ეს უკვე პრობლემებს შეუქმნით მათ ოპერირებას და გადაწყვეტილებას მიაღებინებს გასვლასთან დაკავშირებით. ეს მერე უკვე დომინოს ეფექტით აისახება სრულად ტურიზმის ინდუსტრიაზე და ხორეკა ბიზნესზე. არის ასევე ქართული კომპანიების გადაწყვეტილება ვთქვათ, რომ გაიჩინონ პარტნიორები ქვეყნის გარეთ და რაღაც შეხვედრებში მონაწილეობა, ფორუმებში მონაწილეობა, გამოფენებში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ხდება ნაკლებად ხელმისაწვდომი. ფაქტია, რომ შიდა თუ საგარეო პოლიტიკური ტურბულენტობა მომხმარებლის ქცევას ცვლის. ნაკლებს ხარჯავენ, რაც ბიზნესის ბრუნვასაც ამცირებს. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ კი სერვისის მიმცემი და სავაჭრო ოპერატორები აღმოჩნდებიან. თუ ამას ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაც დაემატა,
ლევან ყარალაშვილი დარწმუნებულია, რომ არამხოლოდ ვაჭრობას, უკლებლივ ყველა ტიპის ბიზნესს კიდევ უფრო გაუჭირდება. ეს არის საკმაოდ დიდი სარგებლო, რასაც ქვეყანა სარგებლობს და მთელი ერი თუ აქამდე შეზღუდვა ქონდა და პრობლემა იყო, რომ წასულიყო თუნდაც რაღაცა ენახა ტურისტულად ერთი კუთხით. ან მეორე რაღაცა კონფერენციები, თემები, სწავლა, ბიზნეს ვიზიტები, გამოფენები, ეს ყველაფერი არის ის, რომელსაც წვდომა გაურთულდება ბიზნეს პირველ რიგში და ამას მერე დაემატება სავარაუდოდ ეს არ იქნება მარტო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ხო? ეს იქნება გართულება, იგივე ფინანსების მოპოვება, ევროპული ინსტიტუტების დაინტერესება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ბიზნეს პარტნიორების კუთხით და ამ ხელა ნეგატივის წარმოდგენა და შეფასება დღეს მე პირადად ძალიან მიჭირს. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის. საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა. 27 წევრი სახელმწიფოსგან 15 სახელმწიფო, რაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს გულისხმობს. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ევროკავშირში $3,073,000 პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 43.6%-ია. საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობია. წელს 5 თვეში გადმორიცხულია $1,099,500 ამერიკული დოლარი. გზავნილების 44.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.